გადმოცემით არა, ხო, გადმოცემით და მკურნალო. იცად რაც ჭირდა დიაგნოზი. მის დედას არასწორად მკურნალობენ. არასწორად. არის პროკურატურა, ქალაქის პროკურატურა. კი, ვიცი. ხო, აბა რა ვქნა. გამოც არა, პროკურატურა მაგას დრო უნდა მაგას, მაგრამ ახლა რო თქვენ აღნიშნოთ და დააფიქსიროთ ეგ არის. მისივე გადმოცემით მის დედას მკურნალობენ არასწორად, რის გამოც მისი ჯანმრთელობა ესე იგი, ჯანმრთელობა გაუარესდა. დამძიმდა. ხო, გაუარესდა. დამძიმდა. არასწორი მკურნალობითა და მის დედას მკურნალობენ. ერთი წამი ხო, კაი, ახლა კაცო კითხულობს ადამიანი. მის დედას მკურნალობენ არასწორად, რის გამოც მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და დამძიმდა. მოქალაქე ზურაბ ჯანელიძე ითხოვს დაჟჯათ გულგრილობისას აღნიშნული ფაქტის დაფიქსირებას. მე რასაც ვამბობ და არა, მასე თქმა არ არის, ცოტა გამართულად უნდა დაიწეროს. ახლა დასჯა და ისა და ის ჩემი კომპეტენცია არა. ითხოვს აღნიშნული ფაქტის დაფიქსირებას და საქმის გამოძიებას მკურნალი ექიმის მიმართ, ხო? არა, მკურნალი. ვის ახლა ამ წუთას ხო, მკურნალია ეს. მკურნალი ექიმის მიმართ. მკურნალო საქმის წარმოებას 6 დღე არის საკრატ. მკურნალი 6 დღეა როცა და საქმის გამოძიებას მკურნალი ექიმის დაუდევრობით კიდევ ესეც არის გამოხატული. ფული თანხები მოითხოვეს კიდევ და რაღაც. თანხები თავიდან არღებულობდა საავადმყოფო თანხებთან დაკავშირებით. მისივე გადმოცემით ხო, ჩვენ ისა საყოველთაოში ჩაგვსვეს არა სოციალური მასში. ექიმები ექცევიან დაუდევრად, ხო? დაუდევრად მოექცნენ და თანხებთან დაკავშირებით კიდევ ეს არა ქვია. თანხებთან დაკავშირებით თანხა მოითხოვეს კიდევ. თანხებთან დაკავშირებით. სამკურნალო თანხებთან დაკავშირებით. ხო, სამკურნალო თანხებს იყო ლაპარაკი. კლავენ ადამიანს მაგის. ხო, უფულობით კლავენ ასე დაწერეთ. თან დაკავშირებით. და პრობლემები აქვს სამკურნალო თანხებთან დაკავშირებით. ხო, ის მოქალაქე ზურაბ ჯანელიძეს განემართა რომ აღნიშნულ ესე იგი დაწერეთ ის რომ ჯანდაცვაშიცაა შეტანილი. თან დაკავშირებით მიმართოს შესაბამით თქვენიდან განემართა კანონის ესე იგი დაცვის ესე კანონი. ხო, ჩვენ კანონიერად ეგრეა. სხვანაირად ვერ დავწერ, გამიგე? მე ჩამიცვლიან არაკომპეტენტურობაში. მე იმიტომ რომ მე საგამოძიებას ვერ ჩართავ. არა, ჩვენ ვერ ჩართავთ. თქვენ უნდა დაწეროთ საჩივარი და მე უნდა ჩაერთოს საგამოძიებას. ადამიანს როცა კლავენ ასფალტს ადმე ეგ სხვა, ეგ ქუჩის დანაშაული. კარგი. და ეს არის უკვე სხვა დანაშაული. ერთმანეთისგან განსხვავდება, ხო, აი მანქანით რომ მიდის და რო დაარღვევს, ის არის ადმინისტრაციული დარღვევა, ის რასაც შენაო კაცროცემენ, ის არის სხვა სამედიცინო ხო, ეგ უნდა გამოიძიოს ამ პროკურატურამ, ან უნდა გამოიძიოს ჯანდაცვის სამინისტრომ, გამიგეთ? მე იმიტომ ვერც გამომძიებელს დაუძახებ. აი გამომძიებელს რო დაუძახო და მოვიყვანო, ხო? ჯერ ერთი არც მოვა და რომ წოვიდეს, გეტყვის იგივეს, რომ მე რის საფუძველზე დავიწყო. თუ არ მექნება განცხადება და საჩივარი. გამიგეთ? ხო, მაგრამ ამ წუთას ახლა საშველია. თქვენ ხავთ მაგიდე? კი.
ახლა წასული არის. რა ვიცი, ძალიან ცუდად არის ის რაღაც. თქვენ ძმა სად არის? გასული ახლა რა ვიცი, სად არის? აგერ მომწერეთ ძალიან ცუდ იმაში ვარ საქმე. კაცისული ვარ ხალხი რა. აქ არა ქვია ხო ეს კარიერი როა ხო ეს არის გატარებული ღონისძიებები ოქცეთართული დოკუმენტები აი აქ ჩვენი ტექსტი რაც დავამთავრეთ სურაბ ხო აი რომ ვკითხულობდი თავიდან კი ბატონო ერთი წამი არა აი აქ ზეთი რომ აქ არაფერი არ ჩაემატება მეტი ხო ეს აგერ ხო მოქალაქე ზურაბ ჯანელიძის განმარტებით მისი დედა ნინო თოფხაძე დაბადებული 64 წელს ინფექციური დაავადებით კურნალობას გადის ზემო აღნიშნულ კლინიკაში. კლინიკის მისამართი აგერ წერია მაღლა ჩაჩავას ქუჩა პირველი რკინიგზის ავადმყოფი. კლინიკაში მისივე გადმოცემით მის დედას კურნალობენ არასწორად რის ნუღაყვები ირაკლი ო მაგრამ საგამოძიებო უნდა რა ვიცი საგამოძიებო უნდა აბა დაფიქსირონ რა ვიცი რა მე რანიო თავ ნახე მაგრამ რეაგირება თუ არ რეაგირება აბა რა ვქნათ ახლა ადამიანი იღუპება და რა ვიცი მაგ პროკურატურაში რო შევიდან მე და მაგას თუ არ არის რა უყო არა ეს ჩვენი გამოძახება და დაფიქსირება ნებისმიერ არ დაიდება გენაცვალე ნებისმიერ დროს საპატრულო პოლიციაში შეგიძლია უიხვიდეთ და გამოიყვანოთ აი რა სიტყვები ახლა არა მაშინ დაწერეთ რომ მე აღნიშნულ ფაქტთან არ შემიძლია ვისაც ხო რა ქვია აღნიშნეთ თქვენ არა მე ფაქტი უნდა დავაფიქსირო არა ფაქტი დააფიქსირე ესე ვალდებული არის ეგე ესე ვალდებული ვარ ის უნდა გამომძიებელი ეგე არა გამომძიებელი მე ხო აგიხსენე და ყველაფერი ხო ხო იმ ფაქტი დასავლად ესაც კაი გაჩერდა საჩივარი განცხადება თუ არ შეიტანე მოიცა ადამიანი ხდება და როგორ ახლა ადამიანის უწყეში არა გამოძიებას უნდა ცლობა კაცობრები სპანტაზია იმაში არა მაგას დიდი ხანი უნდა ლავრო გამოძიებას მაგ მასე რო იწერებოდეს მაგ რო ხდება ფაქტი ხელათ უნდა მოხდეს რეაგირება რომ ადამიანი გადაარჩინო რაღაცა ხო რათა ზომები ხო უნდა მიიღონ კაცო ისე ხო არ ვიქნებით კაცო რა არ ვიცი მე ამნაირი უპატრონობა რა ვიცი რა